გამარჯობა ხალხო, დღეს მე გაჩვენებთ თუ რატომ არასდროს არ უნდა მოკლათ E4 პაიკი, როცა შავი ხართ. როდესაც დაუცველია რა, არასდროს არ მოკლათ E4 პაიკი თეთრების, როცა შავები ხართ. რადგან ნახეთ ეს ბრილიანტი როა. აი ნახეთ, თავიდან ხო ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ხო დამხედრის გამოშვების შემდეგ აი ამ პაიკზე გულისხმობ. აი ეს არასდროს არ მოკლათ. რატომ ნახეთ, მე რა თქმა უნდა დავიცავი როგორც ჩვეულებრივად. შემდეგ ეს კუ გამოვიდა, თავისუნებურად მეც გამოვშვი კუ. შემდეგ ნახეთ ეს ხედარი მოკლა, ვითომ პაიკი მოიგო. მაგრამ ეს იყო სრული შეცდომა, რადგან ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ აი ეს ბრილიანტის ხაფანგი. და ძალიან კაი მახია მერწუნეთ. ხო, შემდეგ ყველაზე კაი გამოსავალი არის მოკლა, რის შემდეგაც ჩვენ შეგვიძლია მოვკლათ ეს პაიკი. ნუ ეხლა ესე შეიძლებოდა, მაგრამ ამას ეს მოკლა ვამჯობინე. მაგრამ აქ თურმე შეცდომა დაუშვებია. შეცდომა დაუშვა. და მე აქ ლაზიერი ავწიე, რომლისთვის შედეგაც მან წააგო. აქ კიდე არსებობს ესეთი მახე, რომლებიც დამწყებისთვის არის კარგი, აი დაახლოებით 500-დან 700 რეიტინგამდე მუშაობს, ალბათ ზუსტად არ ვიცი. და გაჩვენებთ მაგ ხაფანგსაც. ამ შემთხვევაში ეს მახე შეგიძლია გააკეთოთ თეთრებზეც და შავებზეც და აგეხსნით როგორ. იწყება ჩვეულებრივად და ხო, თეთრები შეცდომას უშვებენ ამ შემთხვევაში. ხო, შავებზე მაგალითად გამოუშვი კუ, ასე უკვე შავები უშვებენ შეცდომას. მაგრამ მოდი თეთრის მაგალითზე განვიხილოთ შეცდომა. ხო, ამის შემდეგ ჩვენ ლაზიერს ვუშვებთ აქ. მოწინააღმდეგე კიდე დააწავა მაგალითად აი აქ. შემდეგ უკვე ჩვენ ვკლავთ ამ პაიკს. და ხო, რატომ მუშაობს დამწყებებზე, იმიტომ რომ შეიძლება გადაფარონ ნებისმიერი ფიგურით. ხო, ნებისმიერი ფიგურით შეიძლება გადაფარონ კიდეც. ამიტომაც დამწყები ამას ვერ მიხვდება, რო გითხრათ. და ხო, თქვათ მაგალითზე ეგ ვერ დაინახეს და ითამაშეს ეს მხედრისვლა. აი ამ შემთხვევაში მახე უკვე დაიწყო, რადგან აქ აი ამ უჯეზე ვდგებით. შემდეგ კუს ჩაფარების და ლაზიერის ჩაფარების ვარიანტია და მერე ეს მხტუნავი განადგურება მოხდება. აი დღესაც კიდე სულ ეს იყო, არ დაგავიწყეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. მე კიდე ამით დაგემშვიდობებით, ნახვამდის.